ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სასამართლომ საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავა მის 500 ლარით დააჯარიმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეკმავს. როგორც ხატია დეკანოიძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, საქმე აბსურდული და უშინაარსო იყო. მისივე თქმით, უწყების მიერ წარდგენილი ბრალი მუდაბლე სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს, რასაც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების მიმართ იყენებს. არაფერი არ არის ეს სასამართლო პროცესი, მაგრამ ყველაზე ესეთი აღსანიშნავი რა არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძეა და ცოტა მეწყინა, არ ვიცი, ეს შემიძლია თქვა. ხო, მთელი სასამართლო პროცესი იყო, რომ ვაშაძეა თუ დეკანოიძე და ბოლოს გამოჩნდა, რომ გიორგი ვაშაძეა ხატია დეკანოიძე თუ პირიქით არ ვიცი. ამიტომ ხო, არაფერი ფიქტიურია, არაფერი ფიქციაა, ყალბია. და რა თქმა უნდა გავასაჩივრებ, ყველა გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, კიდე მაქვს ერთი ჯარიმა, იმასაც გავასაჩივრებთ და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ყველას მინდა უთხრა, რომ ყველა ჯარიმა უნდა გასაჩივრდეს. არანაირი მტკიცებულება ხალხის რაოდენობის შესახებ, არანაირი მტკიცებულება მიმდებარე ტერიტორია რამდენად იტევდა ამ ხალხის რაოდენობას, არანაირი მტკიცებულება თავად ხატიას მონაწილეობაზე, ზის გადაკეტვაზე, უკანონოდ და ტყუილებით წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და თვალის დაუხამხამებლად დარტყმული მოსამართლის ჩაქუჩი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განაჩენია ქართული საზოგადოება, რომელიც უკვე დიდი ხანია არის აი ამ სამართლებრივი ძალადობის ქვეშ, გაუძლებს ამას, გაიმარჯვებს. ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმამუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზა ხელოვნურად გადაკეტა.